კრებულები ყველა ეპოქაში, ყველა საუკუნეში მუდამ იყო სინაზის, კდემა მოსილების, სილამაზის სიმბოლო, საჩქრად მირთმეული ყვავილთა თაიგული კი გულწრფელობის, სიყვარულისა და სითბოს ეტალონი. ეპოქები იცვლება, მაგრამ ეს სიმბოლო დღესაც რჩება განუმეორებელ ჟესტად და ქალბატონებისათვის ერთ-ერთ გამორჩეულ საჩუქრად. ყვავილების ქუჩა, თავმად შეიძლება ასე ეწოდეს დღეს რუსთაველის ქუჩას. გაზაფხულის ეს დღე 8 მარტი ისევე მნიშვნელოვანი ახლავს, როგორც ადრე კლარა ცეტკინის დროს. მართალია ერთ მომენტში კომუნისტების გადმონაშთად მნიშვნელოვანი 8 მარტი კიდეც გააუქმეს, მაგრამ პარლამენტის დღევანდელი თავმჯდომარის ნინო გურჯანაძის მცდელობით იგი კვლავ აღსდგა და მრავალრიცხოვან ქალთა გულებში საყვარელ დღესასწაულადაა მიჩნეული. 8 მარტს ქალბატონები, ქალები, გოგონები, დიდი თუ პატარა, საკუთარ დღედ თვლიან და აღნიშნავენ კიდეც. და დღესაც 8 მარტის დილა ყვავილებით დაიწყო. საათიდან გახართ დღეს? 9 საათიდან. და თქვენი დაკვირვებით, ქალებმა უფრო შეიძინეს ყვავილები თუ მამაკაცებმა? ვინ არის ლიდერი, ქალი თუ მამაკაცი? მამაკაცი. თანამშრომლებს უნდა მიერთვათ? შეყვარებულს არა ან მეუღლეს? ვისთვის იყიდე ყვავილი? დედაჩემისთვის. დედას რა მოხდება? ჩაო. დიახ. დღეს ყვავილებს ყიდულობდნენ მამაკაცებიც და ქალბატონებიც, გოგონებიც და ბიჭუნებიც. ადრესატები კი ქალბატონები არიან, დედები, მეუღლეები, დეები, შეყვარებულები. 8 მარტი უხარიათ არა მარტო ქალბატონებს, არამედ მამაკაცებსაც. ამ უკანასკნელებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შანსი თავისი რჩეულების გული მოიგონონ. ამ პატარების გულწრფელობაში კი შეუძლებელია ეჭვის შეტანა და არაა გამორიცხული, რომ ამ წამს მათ გულებში დავანებული ანგელოზებიც დღესასწაულობდნენ. დღეს 8 მარტია, ქალთა საერთაშორისო დღე. მართალია, ერთ პერიოდში კომუნისტების მიერ დაწესებული ეს დღე მოიშალა, მაგრამ ქალებისთვის მაინც საყვარელ დღედ დარჩა. ასე რომ ყველა ქალბატონს ულოცავ ამ დღეს და ულოცავ საკუთარ თავსაც.